მე ვიწყებ კოქტეილების კვირეულს, მოვედი რომ გავიცნო ბარმენი ვაკო, საინტერესოა თუ როგორ კოქტეილებს ამზადებს ის. მოგესალმები ვაკო. საინტერესოა შენი საფირმო კოქტეილი როგორია? კარგი, თუ წინააღმდეგი არ იქნება, მოვამზადოთ. ვაკო ღონღაძე, ასაკი 23 წლის, გამოცდილება 3 წელი. 2012 წლის ჩემპიონი პლეირინგში. აქვს 3 საავტორო კოქტეილი. მოდი დავიწყოთ კოქტეილის კეთება. მე შევაფასებ მას ათბალიანის სისტემით, ჟიურიც მე ვიქნები და ანტიჟიურიც. ჩემს პირველ კოქტეილს ქვია Fly Together. კოქტეილი Fly Together. არაყი 50 მგ, ატმის სიროპი 20 მგ, კენკრის წვენი 100 მგ, ლიმონი. ეს მოვიგონე დაახლოებით 1 წლის წინ და ანუ როცა ბარში მუშაობ და ჩემს სასურველს თუმრაც უკეთებ ამ კოქტეილს, ყველას მოსწონს და მოდი ვნახოთ შენ როგორ მოგეწონება და რა შეფასებას გავუწევ ამ კოქტეილს. ატმის სიროპი, მას ვშვებით დაახლოებით 20 მგ-ს. მეოთხე ინგრედიენტი არის ანუ მე ამას ვერ გეტყვით, ეს არის ჩემი სპეციალური ერთ-ერთი ასე ვთქვათ კონზირი, რის გამჟღავნებაც არ შეიძლება. მაგიტომ არის დაფარული მასში, ხო, ბოჩი? აი, რამდენად მნიშვნელოვანია აი ეს. ეს არის ყველაზე მთავარი. ანუ ამ შემთხვევაში ინგრედიენტები კარგად ერევა ერთმანეთში და ჯდება ზუსტად ის გემო, რაც საჭირო. ბევრი ბარმენი გოგოებს აი ესეთ კბილ კოქტეილებს უმზადებენ, მე ეს გოგოები ძალიან მაგარი თრებიან. ესეც ხო არ არის ამ კოქტეილში, აი ეს პატარა სიურპრიზი, რომ თქოს კოქტეილი ძალიან ტკბილია, ვითომ თითქოს ესეთი ძალიან კარგი დასალევია, როგორც წვენი, ეს მივითვით, მაგრამ გრადუსი აქვს აშკარად, ხო? საერთოდ სიტყვა ალკოჰოლს კარგავს, არ იგრძნობა, მაგრამ ანუ ორგანიზმს აწვრთნობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ალკოჰოლი არის მარტო 50 გრამი, ანუ გრადუსული მაჩვენებელი არც ისე დიდი აქვს. ჯერ სანამ მე შევაფასებ ამ კოქტეილს, რომელიც შენი საფირმო კოქტეილია და მე ვფიქრობ ძალიან გემრიელია, მაგრამ შენ ეს გაქვს ამაში ხარ კარგად დაოსტატებული შენ საფირმო კოქტეილში. მოდი ხის ჩვენ აი წარმოგიდგენე მაყურებელს, რომელსაც ცოტა ნაკლები სასმელი აქვს, ვიდრე ხა შენთან ბარში არის. აი სახლის პირობებში როგორი კოქტეილის გაკეთება შეიძლება მინიმალური სასმელებისგან. მოვამზადოთ მაშინ მე მაქვს ერთი ეგეთი კოქტეილი შერჩეული, რომელიც შეიძლება ყველა პირობებში მომზადდეს. კოქტეილი Golden Age, ვისკი 50 მგ, მანგოს წვენი 100 მგ, შაქრის სიროპი 20 მგ, ლიმონის წვენი 20 მგ. ლიმნის ან ლაიმის წვენი 20 მგ და შაქრის სიროპი ჩვენი კოქტეილი მზად არის. ამ კოქტეილის სახელი არის მაინც რომ იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა Golden Age. შეგიძლია დააგემოვნო. საინტერესო, აი ამ შემთხვევაში ცოტა მკაცრევი იქნები, შენ იმპროვიზაცია შევაფასებ. რაც შეეხება შენ საფირმო კოქტეილს, მე მართლა ვერ მივხვდი, რომ ჯადოსნურ სითხეს იყენებ, მაგრამ რაც თავარია არის ძალიან გემრიელი, საკმაოდ გრადუსიც აქვს და ძალიან არომატული. რაც შეეხება მეორე კოქტეილს, რომელიც ჩვენ აი ეს მინიმალური მასალისგან შეგვიძლია დავამზადოთ, შესანიშნავი კოქტეილი, რომელიც ძალიან გემრიელია. მოკლედ ორივე კოქტეილს მე 10 ქულას დავუწერ და მე ძალიან კარგ რეკომენდაციას გადიწერ.